პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. ჩვენ თუ ეხლა პოზიტიურად დავცურდით, აღარც ჩვენი ლამაზი სახის კანი და სხეული ვიშველის და არაფერს ვავ ნაკურთხს წყალს და ვიღებ სების კვერს. ვიცი რომ სულ მარხვაზე ხარ, მარხვა მარტო კვება ხო არ არის. სილამაზე რა არის, ჯილდო არის, წყევლა არის. მე ვიცი რა არის სილამაზე. დიეტაზე თუ ყოფილ ხარ, ძალიან ბევრი ბონუსები მაქვს. იმიტომ რაც არ უნდა ჭამ, მაინც ვწვა. რო დაიბან, თავში შეზელით ესე მასაჟები. მერე სხეულზე ცოტა წვავს და მერე გრილი წყლის გადავლებით გამოდივარ. ადამიანი, რომელიც არ მოძრაობს, იწყებს ნელა ყდომას. ჩვენ ერთ დღეს გაიხედავ სარკეში ჩაიხედავ და ბებერი ხარ. ტვერს წმინდავთ, თან იცეკვეთ, თან ისე გადაწმინდეთ. გვით იცეკვეთ და ისე მოგავეთ. ადამიანი, რომელიც უყურებს სულ სხვის ცხოვრებას, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას თავის გაპრიალებულ და გალამაზებულ ცხოვრებაში, როცა მეზე ხარ დაკიდებული. მე აი ეს მე არის დამანგრეველი. არ არსებობს უნიჭო ადამიანი. არსებობს ზარმაცი, კატასტროფა უბრალოდ. რაზე გავხდით დამოკიდებულები? არ არის სირცხვილი. სულ რო გამვლელი იყოს ეცი და ჩაეხუტე. იყავ ნებაშენი. მორჩა. გადაცემის სპონსორია ფინო. ფინო, როცა სახლში სიმყუდროვეა. გადაცემა Easy Plate-ის სპონსორია ტექნიკის მულტიბრენდული მაღაზია მეტრომარტი. მოგესალმებით, გამარჯობა. დღეს ხუთშაბათია, რაც ნიშნავს, რომ Easy Plate არის ეთერში. და დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმარი გვიყოლება. ნუცა თქვი ვინ გვეყოლება სტუმრად? ჩვენი სტუმარი დღეს არის თეა დარჩია, თან შევარჩიეთ სამარხო კერძი, რადგან თეა არის მარხვაზე და მომამზადებთ გოგრის ფხალს და მჭადებს. მჭადებით ნემა ჩემიდის რეცეპტით. დაუცილებლად ვახსენოთ ჩვენი არაჩვეულებრივი სპონსორები. ჩვენი სპონსორი არის მეტრომარტი. მეტრომარტში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აი ძალიან დიდი არჩევანი სხვადასხვა მსხვილი თუ წვრილი ტექნიკის, მულტიბრენდული, ნებისმიერი საფასო კატეგორიის და ხარისხის. ეს შეგიძლიათ ონლაინ არჩიოთ, ან მიხვიდეთ მათ ჰიპერმარკეტში და იქ შეიძინოთ. თანაც მიტანის სერვისი არის მთელ საქართველოში, ძალიან სწრაფი მიტანის სერვისია, ამიტომ გირჩევთ, რომ მათ საიტზე გადახვიდეთ, შეარჩიეთ თქვენ უსაცრული ტექნიკა და მთელ საქართველოში მოგაწვდიან ყველაფერს, რაც კი თქვენს გულს გაუხარდება. იქიდან გამომდინარე, ჩვენ პროდუქტები ცოტა გვიან გამოვიძახეთ და ეხა გზაშია კურიერი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოგვისწრებს, იმიტომ რომ დაგვაგვიწყდა დროზე გამოძახება. მოდი წარმატკინოთ ჩვენი ერთ-ერთი სპონსორი, ეს არის ფინო და მე დღეს გამოვიყენებ ზუსტად ფინოს პერგამენტს, რომ ძალიან მეხმარება მე სამზარეულოში მათი პროდუქცია და გოგრა რო გამოვხდეთ პერგამენტს და მე ასევე ვიტყვი რომ არაჩვეულებრივი ესეთი ხრიკი ვიცი რომ პერგამენტს ვაფენ ხოლმე ტაფაზე და კატლეტებსაც რო ვაცხობ პერგამენტზე ვაცხობ და იცით რა ადვილია ტაფას საერთოდ არ ისრება და არც გარშემო არაფერი არ ისრება და ეს არის არაჩვეულებრივი რჩევა ჩემგან. ასე რომ დღეს ასევე გამოვიყენებთ მათ ხელთათმანებს და ვახსენოთ, რომ ფინო არის უკრაინული ბრენდი, რომელიც გვთავაზობს ყველაფერს დიასახლისებისთვის და არა მარტო. ასევე კომფორტულია ძალიან სამზარეულოში ფინო. კი, შეძენოთ ყველგან შეგიძლიათ, ამიტომ გირჩევთ. ჩვენ გირჩევთ. და სანამ ჩვენ ფინოზე საუბრობდით, პროდიუსერებმა უკვე შემოგვაწვდეთ პროდუქცია, რომელიც უსწრაფესად მოვიდა, მოდი ვამბობ. ნამდვილად ძალიან სწრაფად მოგვიტანეთ. შემოვიტოვეთ გამეძახება პროდუქტების, რაც გვჭირდება დღევანდელი ჩაწერისთვის, სადრო შეზღუდული გვაქვს. და ყველაფერი ძალიან სწრაფად მოვიდა ორი ნაბიჯიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე ბიუჯეტურ ფასად, იმიტომ რომ ისეთი ფასები როგორც ორ ნაბიჯში, მოდი ვაღიაროთ, არსად არ არის. ყველაზე ბიუჯეტურად შეგიძლიათ იკვებოთ ჯანსაღი პროდუქტებით, აქ გვაქვს. და აპლიკაციაში რომ შევდივარ, ყოველთვის მიგდებს ხოლმე დღის აქციებს და აი კარაქი მასე ფასად, ქულებით, მაგრამ სულ ყოველთვის მაყდება ხოლმე ქულები, რა თქმა უნდა. რომ ქულებსაც თუ გამოიყენებთ ჯერორი ბარათით, შეძენისას. თუ არ ვიხდი და ქულებით ვიხდი. კლუბის წევრი თუ ხართ, კიდევ უფრო მეტი ფასტა კლება გაქვთ და ამ ქულებს შეგიძლიათ ჩვენმა გადაცვალოთ ფასდაკლebებში და ისე იაფად გამოგივათ. თქვათ კარაქი, ფქვილი, შაქარი, კვერცხი, ყველაფერზე არის აქციები და ყოველდღიურად არის ძალიან საინტერესო ცვლილებები ამ აქციებში. ამიტომ ყველა ეს პროდუქტი რაც გჭირდებათ შეგიძლიათ მოიმარაგოთ, თანაც გაიაქტიუროთ ზოგი პლუსი, რომელიც არის მიტანის სერვისის უფასო ვერსია და თუ თქვათ თვეში გამოიწერთ რამოდენიმეჯერ ძალიან იაფად შეგიძლიათ უფასოდ უბრალოდ მიიღოთ მიტანის სერვისი.
და რა თქმა უნდა ვართ ზოგი პლუსის წევრები და ორჯერ ბარათით გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ორი ნაბიჯის მუდმივი მომხმარებლები, ამიტომ თქვენს გირჩევთ რომ ასე გაგრძელოთ და შემოგვიერთდეთ. რომ ვაკეთებთ ნუცა. ყველაზე კარგი ფქვილი არის ნაბიჯში. მე დასტესტილი მაქვს ბევრგან და ამათი ფქვილი ყველას ჯობია. მაშინ ასე დავიწყოთ მზადება. ნინა, შენ დაიწყე მჭადი და მე უცებ ხალს მოვამზადებ უგემრიელეს. მეც უგემრიელეს მჭადს გავაკეთებ, ისე კი არა, ჩემი მჭადი ცნობილია. მოკლედ. ესე იგი, მოგაწვდი ახლა შენ მჭადის ფულს, რა გჭირდება კიდე? იცი რა არის? აი, რამდენი მჭადის ფქვილი გამომიცდია, ხო? აბაშიდან ჩამოტანილი იქნაყიდი, აქნაყიდი, მაგრამ ორი ნაბიჯის შეფუთვით რო იყიდება, ყველაზე გემრიელი მაგითი გამოდის, ასე რომ ეხა ყველაზე გემრიელი მჭადი გვექნება. აუ ძალიან ხშია თან. თან ძალიან ხშია, კარგია. კარგი, მე დავიწყებ მე შენ ამ გოგრის დამუშავებას. მე აუცილებლად დამჭირდება ხელთათმანი, საერთოდ ზოგადად არ ჭირდება, მაგრამ მე მაქვს უბრალოდ ყველაფერზე ალერგია და ამიტომ ხელთათმანზეც კი ალერგია მაქვს, მაგრამ ფინოს ხელთათმანზე არ მაქვს ალერგია. გოგრა აუცილებლად აირჩიეთ მოგრძო, რადგან არის ყველაზე ტკბილი, აი butternut რომელსაც ქვია და აი ეს ნატურალური სიტკბო ძალიან უხდება ამ ხალს. თანაც ყველაზე მარტივად ეს პროგრამსატება. ჯიშზეც ხო არ არის, მომზადებაზეც ხო არის, არა? როგორ მომზადოთ? აბა შენ გიყვარს მე განსაკუთრებით მიყვარს გოგრა. ძალიან გოგრა და მე ყოველთვის ჯერ ვრეცხავ კარგად გოგრას ხოლმე, იმიტომ რომ მე ქერქიც მიყვარს და მე უკვე ვჭრი, როდესაც ვჭრი არღუმელი გაცხელებული მაქვს 170 გრადუსზე, ნახევარი საათი 170 გრადუსზე ვაწყობ და მე 10 წუთი ავწევ ხოლმე 190-ზე ან 200-ზე და გრილს ჩავთავ და ცოტა მოიბრაწოთ ხოლმე. ახლა უბრალოდ არ იყო საჭირო მობრაწვა და ისე ზოგადად მე მიყვარს ცოტა მობრაწული და სულ ბოლოს კარგ და თაფლს ვსვამ ხოლმე და აი ძალიან უხდება. აი თყობა ხო როგორ უყვარს ხო, გოგრა. ძალიან მიყვარს და ძალიან დაბალკალორიული, ერთადერთი რომ გლიკემიური ინდექსი აქვს ცოტა მაღალი, მაგრამ მაინც არც ისე მაღალი, ანუ მეჭმევა და ძალიან მიყვარს და მგონი 39 კალორია არის ხო 100 გრამზე თუ რაღაც ეგეთი ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა არის, კარგია. ვიღებთ გაზიან მინერალურ წყალს და ვზელთ ცომს მისი დახმარებით. ზოგი სოდას უმატებს ხოლმე, მაგრამ სოდა სიყვითლეს აძლევს და შეიძლება გემოში გაიქცეს. და მინერალური წყალი არასოდეს, მაგრამ თუ სოდი გაკეთებთ აუცილებლად ლიმონმჟავა ან ლიმონის წვენი ან ძმარი დაამატეთ ცოტა სოდას და მაშინ არ გაიქცევა გემო. მე თვალის ზომით ვძელ ყოველთვის, იმიტომ რომ ვიცი რომ კონსისტენცია უნდა იყოს ცოტა წყლიანი, ანუ არც ისე ყრივი და ეხა კიდე დაჭირდება დამატება ცოტა და სულ ცოტა მარილიც მინდა, სულ ცოტა მინდა და ყველს არ უკეთებ, სამარხო ვერსიას უკეთებ. მაშინ დავამატოთ ცოტა მარილი. საკმარისია. გახსოვს ერთხელ რომ შემეშალა სახში და მარილის მაგალითად ჩაქარი რო დაუმატე და ტკბილი მჭადი რო გამოვიდა. კაია დესერტი მჭადი. აუ, გახსოვს ერთხელ რომ გავსინჯეთ მჭადის კექსი რა გემრიელი იყო და შეგენ სიმინდები რო იყო ნამდვილი, აი ძალიან კაი იყო. ხო არ გავაკეთოთ ეგ ისე? ოკეი, გავაკეთოთ. ძალიან გემრიელი იყო. მე ამასობაში ახლა დავჭყლიტე გამომცხვარი გოგრა და ახლა შევასუნელებ და დავუმატებ ასევე ნიგოს. იმიტომ რომ ხალის მთავარი ინგრედიენტი არის ნუცა ზოგი ადამიანი ერიდება ნიგოს, რატომღაც გონიათ რომ აღulis გულს აღიზიანებს და სინამდვილეში ნიგოზი არის ძალიან კარგი ჯანმრთელობისთვის. უბრალოდ ალბათ ზედმეტად კი, მე მიღიზიანებს ენას მაგალითად და ამიტომ ხო ვერიდები. მაგრამ ხალში მიყვარს, აი გოგრის ფხალში მიყვარს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია გოგრის ფხალი. ვუმატებთ უცხო სუნელს, ასევე ხმელქინს და ყვითელ ყვავილს, არ დაგვაუწყდეს მარილი და პილპილი. აი ნახე როგორი კონსისტენციის მჭადი მივიღეთ, აი თითქოს შეკრული გახდა, როგორც ცომი, თლიანი და მე მინდა ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს როგორი კონსისტენცია აქვს მჭადის ცომს, აი თითქოს და კექსისთვის რო არის ხოლმე, ხო? აი ესეთი თან პრიალა, ერთგვაროვანი არის და 1-5 წუთი უხდება დასვენება. ნუცა, შენ იცი, რომ ძალიან გემრიელი ფხალები გამოგდის, მე შენ ბადრიზმის ფხალზე ვგიშდები, ძალიან მომწონს და სულ მეგონა, რომ ახლა საფრანგეთში სწავლობდი, ქართული სამზარეულო ალბათ ისეთი პრიორიტეტული არ იქნებოდა შენთვის, ან ისე გემრიელი არ გამოგივდოდა, როგორ მოახერხე, რომ ესე მაგრა ისწავლე ქართული კერძებიც. როგორც გახსოვს, მე საფრანგეთიდან ჩამოვედი საქართველოში და მუშაობდი რამოდენიმე ქართულ რესტორანში, რომ ესწავლა ქართული სამზარეულო. ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მაინც დავამუყამე, ასე რომ ვთქვათ. და შეგიძლიათ ზმარი დამიმატო? კი, როგორ არა, ზმარი სად არის? ორი ნაბიჯის პარკშია. აჰა.
იცი, ძმაი რამდენად დაგიმატო, ბევრი რო არ მოგვივიდეს. ეს კაია. კიდე ცოტა კიდე. აბა. აბა გასინჯე. აგე მოემხაჯე რა აქვს გამჭდარი, მაგრამ სუნარებით თუ უნდა დავამითხარი კიდე. აბა გემრიელია. კაია. და. რაფერი არ უნდა? აი იცი რა, მარილი შეიძლება აკლია ცოტა, მაგრამ იმდენად გემრიელია, რომ ჩემთვის მარილი უბრალოდ აიღებს უფრო გემოს და ხო. რა ვიცი. იყოს, მე მგონი იყოს. იყოს მე მგონი, ძალიან კაია. აი ასე მალე და სწრაფად უსადდება გოგრის ფხალი, თუ გაქვთ მოხარშული ან გამომცხარი გოგრა. შეგიძლიათ მოხარშოთ ასევე ბავშვი ჩვეულებრივად და კარგად რომ დარბილდება, შემდეგ დააკეთოთ პიური. კარგი, დავიწყოთ ახლა შეწვა, ხო? ხო. დავიწყოთ შეწვა. დაგჭირდება ზეთი, ნეიტრალურ ზეთს ვიყენებთ ამ შემთხვევაში, მჭადისთვის, რომ ზედმეტი გემო არ მივცეთ. და ვაკეთებ ცოტა ხელმჭადებს და ოდნავ ნამიანი არის ჩვენი სომი. იცი, მგონი ორ ხელში ჯობია, რომ ეს დაგეხმარო? თუ გინდა. ასე ჩავიშალო. მაშინ ჩაიცვი ხელთათმანები, კი. გახსოვს ნიცა შენი უცხოელი მეგობრები რო ჩამოდიოდნენ, ვინც გლუტენზე იყო ალერგიული, ყოველთვის მჭადს ჭამდნენ და ამბობდნენ, რომ რა კარგი რაღაც ვისწავლეთო. ხო, ჭიშს არზე და მაგ მხრივ ძალიან კარგი გამოსავალია პურის ალტერნატივა, არაჩვეულებრივი, მაგრამ მართლა ხო, მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ საკმაოდ კალორიულია და გლიკემიური ინდექსი საკმაოდ მაღლა წევს. უბრალოდ მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს. სამაგიეროდ ბალანსისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მივიღოთ ნახშირწყლებით. ხო. ცილასთან და წყლთან ერთად. გახსოვს რომ ამბობდი, რომ წონა გამიჩერდა, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიღებდი ნახშირწყლებს. ეხლა დავიწყე ცოტა მიღება, დღეში ერთხელ, ერთ ულუფაში და დავიწყე კლება ისევ. ესე იგი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ნახშირწყლების ბალანსი. ენერგიისთვის, გონებისთვის, twin-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. კაი, ერთს მეც გავაკეთებ თუ შეიძლება. კი, მიდის შენი ლამაზ. ხო იცი, ყველა ადამიანს სხვანაირი მჭადი გამოსდის. რაც არ უნდა, ეცადო რომ ესეთი გამოვიდეს. ზუსტად როგორც ხელმოწერა, ისე განსხვავდება მჭადის დამკვირვი ადგილი. სხვადასხვა ადამიანის მიერ დადებული. რა თქმა უნდა, დაგიტოვე. ესენი მალე იქნება გადმოსატრიალებელი. ხო, იცი რა, მე აუცილებლად ვატრიალებ ხოლმე რამოდენიმე ჯერ, ერთხელ კი არა და უფრო კარგი გამოდის. აი, მაშინ გადაატრიალე რა. კი, უკვე შეგვიძლია გადატრიალება. როგორი ის იდეა, კაი ცომი გამოვიდა. ძალიან. ეს შენ დადე, ხო? აი, ხელწერა ყველას თავისი აქვს. რა არ მოგწონს? არ მოგწონს. აჰა, დავდგებნი. მაგას შენ შეჭამ. შევჭამ, რა პრობლემაა? ამშია. ალბათ ამშია. აუ. აი, გადმოტრიალებაში მე არ ვარ ისეთი მაგარი, როგორც შენ მიდი. ნუც. შენ მჭადი გიყვარს? ძალიან მიყვარს მჭადი. შენი მჭადი და ანას მჭადი განსაკუთრებით. ეს არის ჩემთვის რეცეპტით მომზადებული. მაგრამ ანასნაირი მაინც არ გამოგდის. აი, ხუთჯერ უყურეთ. ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთეთ, მაგრამ ანასნაირი მჭადი მაინც არ გამოგდის. ეს რაღაცა ფენომენი.იანა მოვიდა შენაგან. მართლა. აგვიკეთეს მჭადები, როგორც უნდა იყოს ესეთი. ესა დავუწიოთ, ხო? დავუწიებ მგონი. მზად იქნება უკვე. კი, უბრალოდ მე კიდე მინდა ერთი ორჯერ გადავატრიალო, რომ აი თანაბარი ოქროსფერი ფერი მიიღოს. თუმცა იცი კიდე ის თქმა მინდა, რომ იმ შემთხვევაში, აი მე მაგალითად ჩემთვის ცოტა მძიმეა ზეთში შემწვარი მჭადი და მე მიყვარს გამომცხვარი მჭადი და მაშინ ზეითუნის ზეთს ვუმატებ ცომში ხოლმე და ძალიან თხლად ვაფრთხილებ და ძალიან სწრაფად წვება და მე ვტეხავ ხოლმე და ჩიფსები ვითარი. ეს თქვენი ჯანსაღი ალტერნატივა, როცა მჭადის მირთმევა გსურთ. ნამდვილად. ესეც ესე შენი მჭადის ლამაზი გახდა, დასწორდა. მოვიდა. ნახე რა ლამაზებია. შვენიერი. ლამაზესი გამოვიდა. აუცილებლად ჩვენ გადმოგვაქვს ხოლმე ხელსახვოთზე, რომ ზედმეტი ზეთისგან დაიწრიტოს. ესეც კალორიებია ზედმეტი. ერთი მე, ერთი შენ. ერთი ტესტ. ეს მახინჯია. რა უშავს, მაგას მე შევჭამ. მოდი მახინჯო. ნუ ეძახი ეგრე, ცოდვა. არა ხო. მე მიყვარს რომ იცოდე, არასწორი ფორმით, იდეალური ფორმები არ მიყვარს მჭადში რატომღაც. რა უცნაურია რა. და ადამიანს მეგონი ყველაფერი იდეალური ღლის. ნამდვილად. ესაც მზად არის. მოცა ნახე როგორი ლამაზი მჭადები გამოდა, ფერი როგორია თქვი, თარვის ფერია. არის ufrashunesi და უგემრიელეს და. ნუ ანასნაირი გემრიელი არ არის, მაგრამ არის? ახლოს არის ანას მჭადებთან? უგემრიელესია მართლა, შენი ხელი ხო იცი?
ხელი მაქვს, კარგი. მართალია უცაკი ამბობს, რომ საერთოდ არავისგან არაფერი არ გამომყვა, მაგრამ ცოტა გემოვნება ჩემი ხო გამოყვა რა. ეს ნაჩაკვე ხო ყოველთვის. აბა რა. რაღაცა ხო უნდა კონდეს ჩემიც. მუცა ძალიან ლამაზი გამოვიდა. ნამდვილად მეც ძალიან მომწონს და ერთ სული მაქვს, როდის შეფეთქ ხშირად ჩვენს ხო, აი თეაც უკვე მოვა წუთი-წუთზე და გადავინაცვლოთ მაშინ ჩვენს მაგიდასთან. მოგესალმებით თია, პირველ რიგში უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან გვიხარია რომ ჩვენი სტუმარი ხართ და ძალიან ბევრ საინტერესო კითხვას დაგისვამთ. და ასევე მოგიმზადეთ სამარხო კერძი, ეს არის გოგრის ფხალი, ჩემი რეცეპტით და ჩემი დის რეცეპტით გავაკეთეთ მჭადები. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საოცარი დახვედრისთვის, ძალიან სასიამოვნო სივრცეა. მიხარია თქვენთან ყოფნა. დიდი მადლობა თია, მე მინდა ვახსენო, რომ ჩვენ ერთმანეთი გავიცაინთ ძალიან დიდი ხნის წინ, არ ვიტყვი რამდენი წლის წინ, მაგრამ თია იყო მაშინ 19 წლის და ასე როგორ მახსოვს, ესე იგი შავ კაბაში ყავი, წითელი ვარდი გქონდა და ქუჩაში რომ მიდიოდა თია მართლა მანქანები ჩერდებოდა და ხალხი ჩერდებოდა უკან უყურებდა კარმენს გეძახდნენ ისეთი ეშხიანი ისეთი ლამაზი და ეს მარტო ეს ხო არ არის ძალიან ფემინური ენერგიით მიდიოდი გამართული წელში რაღაც საოცრება ყოველთვის და დღესაც ასეთივე ლამაზი ხარ რამდენი წლის შემდეგ და რა საინტერესოა ესე ცხოვრება რა რომ აი დღეს ესე შეგვიძლია ძალიან ბევრ რაღაც თემაზე ვილაპარაკოთ და ძალიან ბევრი კითხვა დავუსვათ და პირველ რიგში ესეთი კითხვა მინდა საკვების ირგვლივ არ იქნება და სილამაზე ზოგადად რა არის ჯილდო არის წყევლა არის აი მაინც ქალს რომელსაც მთელი ცხოვრება მოგდევს ეს შლეიფი ხო როგორია ამ შლეიფთან ერთად ცხოვრება გულწრფელად გითხრათ მე ჩემთვის ლამაზად არც არასოდეს ვთვლიდი და არც ახლა ვთვლი იმიტომ რომ მე ვიცი რა არის სილამაზე და ისეთ ხალხთან ერთად გავიზარდე და ვტრიალებდი რომ წარმოდგენა არ გაქვთ როგორი ლამაზები იყვნენ და არიან და ამიტომ მე მათ ფონზე ვიყავი ჩვეულებრივი გოგო სილამაზე ჩემთვის არის ღმერთის საჩუქარი და შინაგანი და სულიერი სილამაზე არის უკვე ადამიანის პირადი დამსახურება, რომელსაც მთელი ცხოვრება ზრდის. თუ ადამიანი გარეგნულად ლამაზია და შიგნით ცარიელია, სამწუხაროდ ეს სილამაზე ისევე უცბად ქრება, როგორც ნისლი მზის ამოსვლისთანავე და თუ ადამიანის სილამაზე, გარეგნული სილამაზესთან ერთვის შინაგანი, სულიერი სილამაზე და სიმდიდრე, ის ადამიანი ჩემთვის ანათებს. გეთანხმები, ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან და მიხარია, რომ ასე ფიქრობ, ძალიან მიხარია. კერძს მოგაწვდით, სიამოვნებით, ძალიან დიდი მადლობა. და აბა რა არის მომიყევი ეს არის გოგრის ფხალი, აქვს სუნელები, დამატებული უცხო სუნელი, ასევე აქვს ქინძი და ცოტა ყვითელი ყვავილი. გოგრა გამოვაცხეთ ღუმელში და მე მგონი ძალიან გემრიელი არის. და აქვს ცოტა ძმარი დამატებული. სამარხვა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვიცით რომ მარხვაზე ხარ. მადლობა დიდი ანგარიშის გაწევისთვის. დიდი ხანია ვიცი რომ სულ მარხვაზე ხარ და ყოველთვის ვცდილობ, ძალიან ვცდილობ, იმიტომ რომ მარხვა მარტო კვება ხო არ არის. მარხვა არის რომ არ განიკითხო ადამიანი, არ შეურაცხყო. მარხვა არის სულიერი მდგომარეობის რაღაცნაირად გაძლიერება. მარხვა არ არის მხოლოდ კვება. კვება რო იყოს იოლი იქნებოდა. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ვიმარხულო ისე, რასაც მარხვა ქვია რეალობაში. ნამდვილად მას რომ ადამიანები არ ვჭამოთ ერთმანეთი, არ შევჭამოთ და ძალიან აქტუალურია ნამდვილად. სულ იყვარი და იქნება, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებაა და უნდა რაღაცნაირად თავი მოვთოკოთ და ამის ყველაზე კარგი საშუალებაა მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა და მარხვა, აი ამ დიდ ორთხმარხვაში ადამიანი რაღაცნაირად ცდილობს რომ ჩასვას თავისი თავი იმ მდგომარეობაში რომ სულზე მეტი იფიქროს ვიდრე ხორცზე, იმიტომ რომ
ხორცს გავიხდით და დარჩება უკვდავი სული, რომელიც უნდა სიმსუბუქით ავიდეს ღმერთთან და თუ მძიმე იქნება ვერა. კი, თუმცა აუცილებელია რომ ჩვენ ხორცსაც ძალიან მოუვაროთ და მე იმიტომ რომ ეს ჩვენი ჭურჭელია, რაშიც ჩვენი სულია ღმერთმა რაც გშთაბერა და თუ ხორცი არ არის ჯანსაღი, სული ვერ გასტანს დიდხანს და არ გვექნება დრო ცოდვების მოსანანიებლად და დიდი გამოცდილებას ვიღებთ ზუსტად. და ზუსტად ამიტომ არის მარხვა კარგი, რომ ხორცზე ზრუნვაა. არა მარტო სულზე, იმიტომ რომ როცა უარს იძახი ხორცზე, რძის პროდუქტებზე, რაღაცა დონით, დოზებით წლის განმავლობაში წმენს ეს ორგანიზმს, რომელიც განახლებას იწყებს. ძალიან კანონზომიერია და ძალიან საჭიროა და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანს. და ენერგეტიკულად უფრო იფსებით თუ აი იღლებით, როცა მარხვა იცი რა არის, როცა თავს იკავებ ვნებებისგან, ენერგია გემატება. გემატება, ხო? ვნებები განგრევს. ძალიან მაინტერესებს და მეგონი ისაც ძალიან აინტერესებს, როდესმე თუ ქონია წონის პრობლემა. წონის პრობლემა პერიოდულად ახლა ჩემთვის წონის პრობლემა უკვე 2-3 კილოსაც რომ მოვიმატებ, უკვე ჩემთვის პრობლემაა, იმიტომ რომ არ არის ჩემი სხეული ამას მიჩვეული. იმიტომ რომ ვერ ზიდავს იმ ზედმეტ 4 კილოს და 3 კილოს, რასაც ვიმატებ ხოლმე ზამთარში მეტწილად, იმიტომ რომ უფრო ნაკლებად აქტიურები ვართ ზამთარში, დათვებივით ვართ სამწუხაროდ, სტრესებისგან მეც ვჭამთ და ვჭამთ ტკბილეულს ბევრს და ცომეულს და ამიტომ როცა ჯანმრთელი ნივთიერებათა ცვლა გაქვს, როგორც ადვილად იკლებ, ისე ადვილად იმატებ. მაგრამ მე მადლობა ღმერთს ისეთი საქმე მაქვს, რომელიც მიბალანსებს ამას ყველაფერს, იმიტომ რაც არ უნდა ვჭამო, რა რაოდენობითაც არ უნდა მივირთვა, იმდენს ვმუშაობ, იმდენს ცეკვავ და ისე ვიხარჯები, რომ იწვება. ნამდვილად ეს ცეცხლი, რომელიც სცენაზეა, აი საიდან მოდის? აი ძალიან მაინტერესებს როგორ მოხდა, რომ ცეკვა აირჩი. აი ძალიან მე მგონი ეს კითხვა მე არ მომისმენი ამის პასუხი არასდროს. ძალიან მაინტერესებს. აი მე მყავდნენ არაჩვეულებრივი მშობლები, მხატვარ მოქანდაკეები, რომლებსაც ძალიან ბევრი თემა ესმოდათ მიღმა ხელოვნებისა. მაშინ იყო საშუალება, რომ ყველგან გვეარა, ყველაფერი მოგვესინჯა და მე ამოგვერჩე იქიდან ის, რაც ჰაერივით გვჭირდებოდა, ხო? ეხლა ნაკლებად აქვთ მშობლებს სამწუხაროდ იმის ფუფუნება, რომ ატარონ ბავშვი ცურვაზეც, ბალეტზეც, კარატეზეც, ხატვაზეც, ქიმიაზეც, ფიზიკაზეც, ენებზეც, ყველაფერს ამას ძალიან დიდი ფინანსები ჭირდება. ჩემ დროს მადლობა ღმერთს ამის საშუალება იყო და ავირჩე ის, რის გარეშეც ცხოვრება არ შემეძლო და ეს აღმოჩნდა ცეკვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში მოვსინჯე თავი, ყველაფერი ვცადე, ყველაფერი ვაკეთე, რაც შემეძლო და არ შემეძლო, ფინალში დამრჩა მაინც ის, რომ მე მიყვარს ცეკვა და მიყვარს ჩემი არაჩვეულებრივი პედაგოგების დიდი გამოცდილების გაზიარება მომავალ ახალ თაობებში, გოგოებში და მე ამით ამაყი და ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ისეთი პედაგოგები მყავდნენ და ისეთი მოძღვრები თავიანთ საქმეში, რომ იმათი ელემენტარული რჩევების გაზიარებაც კი ერთი დიდი აკადემია. ბედნიერება. ისე მე უნდა გამოგიტყდა და დასის გამომწერი ვარ და ძალიან მომწონს. ისე ვერ ბედავ რომ მოვიდე სტუდიაში ვიცი, მაგრამ ჩემთვის სახში, აი ოთახი მოვაწყვეთ სპეციალურად სარკეებიანი და რაღაცებს ცოტას ვიწყება. მე ცოტა რომ გამომივა უნდა გაჩვენო აუცილებლად. იცი რა არის, როცა მარტო მუშაობ შენ თავთან, მაშინ არის ხარჯები ისე როგორც ჯგუფთან ერთად. იმიტომ რომ სიტამა მე მჭირდება თავს რაღაცა დაიღლები დაჯდები და მე ამის საშუალებას არ მაქვს. ხო და აი რაღაცა დონემდე მივალ რომ არა, ვერანაირ დონეზე ვერ მიხვალ, სანამ არ მოხვალ. შემოწმება მიღებულია, კაი. გოგო, ეს რა განსაკუთრებული ჭადია გიждები ჭადზე, ეს არ მიყვარს არაფერი, ისე მიყვარს ისე. არის ძალიან ფაქტი, მზადდება მინერალური წყლის და აი, რომელი? ნებისმიერ თავარი აქ გაზი და სოდა იყოს ცოტა. გემრიელია. სასწაულია, ჭადი რო დნებოდეს პირში, ეგეთი რამე პირველად ნახე. კი, ეს ჭადი სპეციალურად ჩემი დის რეცეპტით არის, ან ეს რეცეპტით არის მოგონილი. და შემდეგ გადმოგვცა ერთადერთი შენაირი ნიჭიერია, ანა? კი, ანას ძალიან ნიჭიერი არის, ზოგადად. და სად არის? მოვიწვევ ანას. მარკეტინგში არის, ნინას ყოლს გაყვა და ეხლა ერთად ვარჯიშობდით. ვიყავით ვარჯიშზე, მოწამულებით.
ნუცად ზუსტად იმას აკეთებს ის გარეშე ცხოვრება არ აბა რა სხვა შემთხვევაში არ შეიძლება ეს რამხელა შრომა მე უბრალოდ რაღაცა ცოტა აი ალბათ 1%-ს ვეხმარებ. გაგიმარჯოთ გოგოებო თქვენ საქმეს გაუმართოს და ეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენთან და სიყვარული და სიხარული და ბედნიერება და სიმშვიდე და ერთმანეთის სიყვარული არ მოკლებოდეთ. სამნიშნელოვანია. რაღაცა აურა შემოიტანა სიმშვიდის ისეთი სიმშვიდე შემოიტანა. რაღაცა ცეცხლი უნდა დავანთოთ გადაცემაში მაინც და ხო და რას ვამბობდი რომ 1% ალბათ ჩახებული ვარ ნუცას საქმეში. რაღაცებს ვეხმარები ხომ. ცოტა სწორედ გინდა რაღაცა შევსუბკო და აი უბრალოდ რო ვუყურებ აი რანაირად უძლებს ამას აი წარმომიდგენი რომ იგივეა ზუსტად ხო აი რამდენი შრომა გაქვს ჩადებული და ეს არის თუ რაღაცის გარეშე ცხოვრება რო არ შეგიძლია იმას აკეთებ ყველაზე კარგად იმაში გამოდიხარ ძალიან წარმატებული რა ხო იცი რა არის აი როგორ უძლებ დღეში 4 რეპეტიციას 55 წლის ასაკში ყველა მეკითხებ პირიქით ენერგიას ვიღებ ის რაც გიყვარს, რასაც აკეთებ ძალიან დიდი სიყვარული და თავგანწირვით, იმისგან პირიქით ენერგია მოდის, არ მიდის, მოდის. და ამიტომაც შემოსწავლებს ვეუბნები, რომ აირჩიე ისეთი საქმე, რომელიც თავ დავიწყებით გეყვარება. სიცოცხლეზე მეტად და საკუთარ თავზე მეტად და ეს მერე ფასდება ძალიან დიდი სიყვარულით და ენერგიით. მე გადავწყვიტე ეხა ამას საკში რომ ფსიქოლოგია მინდოდა ყოველთვის სულ სწავლობდი და ეხა უკვე გადავწყვიტე რომ უშუალოდ მაგ სფეროში მინდა გადავიდე და აი კიდევ სწავლობ ეხა და აი მართლა საბოლოო ჯამში იქ მიდიხარ ყველაზე მეტად რაც ოცნებობ. ფსიქოლოგია როგორც მე მივხვდი არის საკუთარი თავის წაკითხვის უნარი, რომ წაიკითხო მერე სხვა. და შენ ეტყობა ეგეთი ადამიანი ხარ, რომ გინდა რომ შეიცნო შენი თავი პირველ რიგში და მთელი ცხოვრება ქეკავ საკუთარ თავში, ხო? ეგ არის ფსიქოლოგია, უბრალოდ უფრო გასაგებად წასაკითხი ხდები შენ ვინ ხარ, ას წარმოადგენ, რომ მე სხვაც წაიკითხო გაშლილი წიგნივით. და მე პირველ რიგში იმისთვის მინდა რომ აი საკუთარი თავის მართვაში დამეხმაროს, იმიტომ რომ უთქვე რომ იცი რა და როგორ უნდა გააკეთო, იქ მთავარია მე შეძლოების გაკეთება და აი ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რაღაც მაინტერესებს. ბოდი შეხა მენუცას არ ვაცდი ლაპარაკს, არა და ვიცი რომ ძალიან ბევრი კითხვებია. ის მენუცი ხო, მაინტერესებს თქვენი რაციონი, აი რომ მოგვიყვეთ, როგორი ერთი დღე, თეას რაციონი, რას მიირთმევს, რა შუალედებით გაქვთ თუ არა თქვა აი რაღაც დროების მიერ ან თუ ინტუიტიურად იკვებებით, აი ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო. თქვენი რაციონი. როგორ ვერ გეტყვი რომ მე ჯანსაღად ვიკვებები, მოვიტყუები, ეს რო ვთქვა. ვერ ვიტყვი რომ რაციონი მაქვს და საათობრივად ვიკვებები ნამდვილად. ვერ ვიტყვი რომ იმას მივირთმევ, რაც ჩემ ასაკში ქალმა უნდა მიირთვას, რომ დარჩეს ჯამთელი. უბრალოდ მე ისე და ისევ ჩემი საქმიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ბონუსები მაქვს, იმიტომ რაც არ უნდა ჭამ, მაინც ვწვავ. ხვდები და აქედან გამომდინარე გულწრფელად გეტყვი, რომ ყველაფერს მივირთმევ. მარხვაში თავს ვიკავებ, რა თქმა უნდა, იმაზე რაც არ არის სამარხვა და დანარჩენი რა გითხრა, დილით რომ ვიღვიძებ, პირველ რიგში ვსვავ ცხელ წყალს. რატომღაც სადღაც ამოვიკითხე რომ სასარგებლოა და რაღაცნაირად მივეჩვიე და მსიამოვნებს ელთიროქს ვინსვავ ჩემს ამბავში მე ვკითხულობ ლოცვებს დილის ლოცვებს და ვსვავ ნაკურთხს წყალს და ვიღებ სების კვერს მე ვსვავ ყავას ერთ დიდ ჭიქას მაპატიოს მსმენელმა, მაგრამ რა ვქნა სიმართლეს გეუბნებით. მე უკვე რასაც მოვახერხებ სიჩქარეში გზა და გზა გემრიელად, რაც მომინდება იმას მივირთვე, მე იწყება 4 რეპეტიცია და 4 რეპეტიციის მერე ახალი ამბები, სირბილი კანალებზე, ყველა ინფორმაციის შესრუტვა და ისტერიული ჭამა. ესე იგი ცოტა ისტრესები და ამ სტრესის ფონზე იღებ საკვებს კიდე, ხო? ამიტომ მე არ ვარ მაგალითი, რა თქმა უნდა. დღეში ორჯერ ყვებები? ნუ აი ხან როგორ არ ვარ მე მოწესრიგებული ყვების ამბავში. ძალიან რთულია რომ იყო მოწესრიგებული, ისედაც ამდენ რაღაცაში ხარ მოწესრიგებული და ძალიან უბრალოდ მე ჩემი საქმე მაყენებს იმ მდგომარეობაში, რაშიც დღემდე ვარ სიყვარულით, ბავშვებთან ურთიერთობით.
ბევრი ენერგიის ხარჯვით, ბევრი ნერვების ხარჯვით და რა ვიცი, ესე აქამდე მოვედი და ღმერთით კიდე რამდენ ხანსაც გავქაჩავ სიამოვნებით მომსახურები მომავალ. და აი ეს დიეტაზე თუ ყოფილ ხართ, ან აი სუხჩურების დიეტას რო ეძახიან თუ არა, ეს ყველაფერი მითია. არ არის ხო ეს? ყველას თავისი დიეტა, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და ყველა ორგანიზმს თავისი ამბები აქვს. ესე რომ რაღაცა აი კონკრეტული მე ვთვლი რომ არ არის სწორი, აი იგივე კეტო დიეტები არ მიყვარს, რადიკალური დიეტები არ მომწონს. ადამიანმა უნდა მიიღოს ყველაფერი ზომიერად და მე რასაც მიიღებ, უზომოდ და უაზროდ ის უნდა დაწვა. მეტი არაფერი. ბებიაჩემს ასე იძახის და აგერ 87 წლის არის უკვე. ღმერთმა დიდხანს გიწოდოს. თავოცრად გამოიყურება. და დედამ გასწავლა ეს ყველაფერი. ნინას დამსახურებაც არის. ძალიან კარგი გემოვნება აქვს, წეგად ვლაპარაკობდით. რა მაგარი. ზუსტად რომ ეს ნიჭი აქვს, რომ კარგად მოამზადოს და სული და გულით ამზადებს ხოლმე. ყველა კერძს რასაც ამზადებს თავისთვის იქნება ეს თუ სხვებისთვის. ისე გოგრა როგორი უნიკალური პროდუქტია და რა სასარგებლოა. ჩვენ ძალიან გოგრის სუპებიც ძალიან გემრიელია. ძალიან სასარგებლო და უღრმესი მადლობა უგემრიელესი საჭმელი. გვიხარია რომ მოგეწონა. მართლა მთელი გულით გავამზადეთ. აი გარდა მაგ ყველაფერისა რუტინა არ ახსენე საერთოდ, ხო? სახის მოვლა, თქვა ტანის მოვლა, საოცრარი კანი გაქვს და აი ამ მიმართულებით რამეს აკეთებ? იცი რა არის, მთელი ცხოვრება მქონდა კანის პრობლემა. იმიტომ რომ გრიმი, მტვერი, ოფლი, ну მოკლედ სტრესი, კონცერტი დილიდან საღამომდე გრიმის სახეზე, თან ჩემ დროს ისეთი გრიმი იყო, რომ რა გითხრათ. ეხლა რომ შანელებს ისმევენ გოგოების სცენაზე, ეგ ფუფუნება არ იყო გაქანებულ კომუნიზმში. ვიყავით და პლასტელინივით გრიმი იყო. და უბრალოდ სულ პრობლემა მქონდა და აქცენტი მქონდა კანზე, რომ სულ უნდა მომეარა, სხვა გზა არ მქონდა. ხვდებით და აი ამ ზედმეტმა ყურადღებამ და თან რა ვიცი, აბა რო გითხრათ რომ ამე განსაკუთრებულს ვაკეთებ, დიდად არაფერს, უბრალოდ ვუვლი მაქსიმალურად. სხვადასხვა რჩევებს, რასაც ინტერნეტი ამომიგდებს, რასაც ვთქვათ მირჩევენ ჩემი მეგობრები. მაქსიმალურად ვუვლი, იმიტომ რომ დღემდე სცენაზე ვარ და მიწევს 12-13-14 წლის გოგოებთან ერთად ცეკვა სცენაზე და არ მინდა რომ ისე გამოვიყურებოდე რომ შევარცხნინო ჩემი მოსწავლეები და სანამ სცენაზე ხარ ვალდებული ხარ რომ შესაბამისად გამოიყურებოდე მე მგონი და რა ვიცი. მე დავდიოდი face yoga-ზე და იქ პირველი ვარჯიშები დავდიოდი, ხო და იქ ვისწავლე ამ დამპატიჟოს და სიამოვნებით მივედი, ძალიან საინტერესო იყო. და იქ პირველი ვარჯიშები იყო, აი გახსნა იყო ზურგის კუნთების, კისრის კუნთების და აი აქედან მოდის მე სახის დაბერება და ეთყობა აი ეს რომ სულ ხარ ფორმაში, სულ კუნთები დამუშავებული, მოკუნტული ადამიანი, ხო ეს ჩამოდის ყველაფერი, ხო და როგორც ჩანს ესეც კუნთებს მართლა ისე ანაწილებს, რომ სახის ნაკვთები იდეალურად ინახავს. ცეკვა ინახავს, სისტემაშია მოყვანილი ყველა ის კუნთი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ხერხემალი გეჭიროს, მუცლის კუნთი გეჭიროს და აი თუ დაკვირვები ხართ, როგორც კი მუცელს შეისუნთ, კაი ხო ზიხარ მოხუნული, ხო? ჩემ გოგოებსაც ამას ვასწავლი, როგორც კი მუცელს შეისუნთ, ავტომატურად ხერხემალი სწორდება. როგორც კი ხერხემალი სწორდება, ავტომატურად ხერხემლის კუნთები ირთვება. როგორც კი ხერხემლის კუნთები ტონუსში მოდის, პლატიზმა და ყელი და კისერი და ყველაფერი დგება ისე, როგორც საჭიროა და აუცილებელია. ხვდები, ანუ ძალიან კარგი მოღუნული ყოფნა ნიშნავს გამოვარდნილ მუცელს, უკვე გამოვარდნილ უკანა ხერხემალს, კისერს და რა ვიცი. და პრობლემებს ჯანმრთელობაში თავისთავად. და მე ნაცლავებიც, გულიც, ფილტვებიც დეფორმირდება, ყველაფერი შიგნით იჭყლიტება. თუმცა არ არის ორგანული მდგომარეობა ხერხემლისთვის. სულ მაგას ვეუბნები ჩემ გოგოებს, რომ თუ საძირკველი არ ვარ გასშენობა, აუცილებლად დაინგრება და ჩვენი საძირკველი არის ხერხემალი. ხერხემალი, კი. და ხერხემალი ისეთი სწორი უნდა იყოს,
რომ აი კედელთან მიყუდების შემთხვევაში შუქის სხივიც კი არ უნდა გადიოდეს. აი ბოლომდე უნდა იყოს მიბჯენილი ხერხემალი კედელი. და ხერხემალი რო იყოს ჯამრთელი, ასევე ფეხის კუნთები ძალიან ეხმარება ამაში, მეორე გულს ეძახიან. ანუ აი ქართულ ცეკვაში ცერზე აწევა, ჩამოწევა რაც არის, ეს არის ის კუნთები, რომელიც ლიმფას ამუშავებს და სისხლს ამუშავებს. ქართული ცეკვა, თავისი ქართული ტრენაჟით, ძელით არის, რა გითხრათ, ჯამრთელობის საწინდარი და ელექსირი. ამიტომ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია იარო, როგორ გამოგდის მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია მოიშორო ეს კომპლექსები, რომ არ გამომივა, მე უნიჭო ვარ, არ არსებობს უნიჭო ადამიანი. არსებობს ზარმაცი და დაკომპლექსებული ადამიანი, საკუთარი თავით დაკომპლექსებული, რაც იწვევს მერე კომფორტის ზონას, რო არ შემილია, უნიჭო ვარ და რა გავაკეთო, ესეც კომფორტის ზონაა, რო იცოდე და მთელი ცხოვრება იძახი, მერე რა ვქნა, უნიჭო ვარ, არ შემილია და რა გავაკეთო. არ არსებობს, ტყუილია. ეს არის ტყუილი და მე ვერავინ ვერ მომატყუებს. არ არსებობს ადამიანი, ვისაც უნდა და ვერ შეძლოს. გამორიცხული ამბავი. უბრალოდ მონდომება და შრომის მოყვარეობა. მონდომება და შრომის მოყვარეობა. ყველაფერში ესე არის, აბსოლუტურად. აბა რა, ეხლა მე რომ მომინდეს, შენ რო დაგიდგე შეგირდად ვერ მასწავლი? როგორ ვერ მასწავლი? მასწავლი. ამაშია საქმე, ისე რომ გამოდის კომფორტის ზონიდან. თქვა ეხლა მე უნიჭო ადამიანი ვარ, ესეც კომფორტის ზონაა. და არ გაბედოთ ამის ხმამაღლა თქმა, იმიტომ რომ მერტი გიწყენთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, მე შემიძლია რომ დავიწყოთ ცეკვა. ძალიან საჭიროა რომ დავიწყოთ ცეკვა. ვიცი რომ ძალიან ცოტა დრო მოქვს, მაგრამ რაღაცნაირად ხო შეიძლება გამოვნახო ის მონაკვეთი, როცა მე ჩავდგები. ხო, დისციპლინა არის, არაჩვეულებრივი რაღაცა, რაც არ არის ნაკლებად სასარგებლო, იმას ამოიღებ და გააკეთებ იმას, რაც ელემენტარულად ტელეფონში 1 საათის სკროლვის ნაცვლად დგახარ არაჩვეულებრივ მუსიკაზე, ვარჯიშობ და ცეკვა. მორჩა დამთავრებული. ასევე ძალიან კარგი არის თქვათ ტვინისთვის, იმიტომ რომ ეს ახალმა ილეთებს რომ სწავლობ, ჩვენი ტვინი ვითარდება და სხვა საქმეც უკეთესად გამოდის. მე მახსოვს გერმანიის ნაკრები, კლინცმანი ყავდა ესეთი მწვრთნელი და ცეკვაზე ატარებდა და გიждდებოდნენ ფეხბურთელები და ეუბნებოდა, კი, ძალიან კარგი შედეგი და ამ გუნდმა, იმიტომ რომ აი სხვა რაღაცაშიც უკეთესი ხდები, როდესაც ცეკვას იწყებ. იმიტომ რომ ტვინი ისეთი სისწრაფით მუშაობს ცეკვის დროს, მილიონ რამეზე გიწევს ერთად სინქრონულად ფიქრი და სამი აზროვნება გერთვება და იქ მუცელზე, იქ სხეულზე, იქ ხელზე, იქ მანძილზე, იქ ხაზზე, იქ მოძრაობაზე, განწყობაზე, ყველაფერზე ერთად გიწევს ფიქრი და თანა ესე სამდეში და რო გაზომოს ვინმე მოცეკვავის გონება როგორ მუშაობს ცეკვის პროცესში, შოკში ჩავარდება. მართ აი კომპლექსური აზროვნებისთვის ბავშვის ტვინისთვის არის არაჩვეულებრივი რამე, ხა რეკლამა ქართულ ცეკვას და საერთოდ ცეკვას არ ჭირდება, მაგრამ ნებისმიერ ტრენაჟორზე ვარჯიშს ახლა არ გამინაწყენდნენ ჯიმში ვინც მუშაობს და ვინც ვარჯიშობს. ყველას თავისი ოღონდ არ იჯდეთ, არ იწვეთ და არ მიეცეთ სასოწარკვეთილებას, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არ მოძრაობს, იწყებს ნელა ყდომას. ჯერ ფუჭდება ნერვები, მერე მოდის დეპრესია, მერე მოდის გაჩერებული ლიმფა ნიშნავს უკვე ინტოქსიკაციას ორგანიზმისას. და ნუ აი მიბმულია ჯაჭვივით ყველაფერი ერთმანეთზე. არაჩვეულებრივი მუსიკა. თუ გინდ სახში ჩართეთ, რაც თქვენ სიამოვნებთ და იმოძრავეთ, სახს ალაგებთ, თან იცეკვეთ, თან ისე დაალაგეთ. ტვერს წმინდავთ, თან იცეკვეთ, თან ისე გადაწმინდეთ. გვით იცეკვეთ და ისე მოგავეთ. და რა ვიცი, ოღონდ არ იჯდეთ. ტელევიზორის მოსმენა გინდათ, კი ბატონო, უსმინეთ, მაგრამ ადექი უსმინე, უყურე და თან ბუქნები აკეთე. ან ცერზე ადი ჩამოდი. ნუ წამოწვევი, ნუ დაჯდები. ახალი თაობა, ბავშვები იღვიძებენ პირდაპირ ტელეფონი, გადადიან, ჯდებიან კომპიუტერი. წიგნი, წერა, სულ მჯდომიარე მდგომარეობაში. ჩემი ბავშვობა იყო რეზინობანა, დაჭერობანა, ვირობანა, რა ვიცი, რა თამაშებს არ თამაშობდით, ხტოდით, თამაშობდით, ვიცინოდით, დავრდოდით, დაჭირობანა. ეხლანდელი ბავშვები არიან უკვე მოხუცებულების რეჟიმში.
მართალია. და სხეული იწყებს ნაადრევად დაბერებას, იმიტომ რომ ჩერდება ლიმფა, ჩერდება სისხლი, ენერგია აღარსად, რასაც არ ხარჯავის აღარ მოდის. მართალია, აბსოლუტურად. რასაც არ გასცემის არ მოდის. და ეს არის ტრაგედია ახალი ახლა თაობის. мотиваცია არის ახლა. мотиваცია კი არა, ეს არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება. ერთადერთი ველოსიპედზე ბავშვები აღარ ზიან. ჩვენ ზოში არის. ჩვენ ეზოში კი ძალიან ბევრი ბავშვი თამაშობს და მე ველოსიპედით. მარტო იმიტომ მეცადინებდი, რომ შქარი წესით გავეშვი დედაჩემს ეზოში სათამაშო და ეხლა წიხლით ვაგდებ ჩემს შვილებს და ეზოში არ ჩადიან. მეზობლებს არ იცნობენ. ესე მართალია, კი ნაკლებ ახალმესლობელს მეც. გიждდებოდი ეზოზე, გიждდებოდი. ჩვენ სუეზოში ვიყავით, ნუცა, შენ სუეზოში იყავი და ჩვენთან მოდიოდა მე მთელი ეზოს სტუმრად ხოლმე და სულ ერთმანეთთან დავდივდით. ელემენტარულად კომუნიკაცია, ურთიერთობა ძალიან კაი იყო ეს დრო, ძალიან კარგი იყო. არაჩვეულებრივი. ამოდი სახში და დღემდე როგორი მეგობრები მყავს ჩემი ბავშვობის, აი იქიდან, ეზოდან. ამის ფასი არაფერი არის. ეხლა ლაიქი, გული, ლანძღვა, და აი გადავედით ამ რაღაცა ნიშნულებზე, რომელსაც მისდევ რაღაცნაირად და ვინ დაგილაიქა, ვინ არ დაგილაიქა, ვინ რამდენი ლაიქი და კატასტროფა. კატასტროფა უბრალოდ. რაზე გავხდით დამოკიდებულები? არ არის სირცხვილი. ჩემ გოგოებსაც უმაგას ვეუბნები, რომ აი ტელეფონში ყურებაში ხარჯავ უძვირფასეს დროს. და ჩვენ ერთ დღეს გაიხედავ სარკეში ჩაიხედა და ბებერი ხარ. ძალიან სწრაფად მოდის ეს დრო თან. მთელი ცხოვრება ადევნებ თვალს ხვის ცხოვრებას და შენი ცხოვრება შენს მიღმა მიდის. და ამას თუ არ ჩაუფიქრდა თითოეული ბავშვი ამას ჩიჩინი არ უშველის. აი ჩემ გოგოებს ჩემი სჯერათ და ვიცი რომ მისმენენ და არ დავიშურებ არც ერთ ენერგიას და წამს რომ ეს დაუფიქსირო რომ სად არის ამ დროს შენი ცხოვრება, როცა ხვის ცხოვრებას უყურებ. სუსტად. აი შენ სად ხარ ამ დროს? თან კიდე რა მომენტია ხო ეს ინსტაგრამის ფენომენი, რასაც ქვია ადამიანი, რომელიც უყურებს სულ ხვის ცხოვრებას, ის ცხოვრება ხო ძალიან გაფილტრული მოდის, გაპრიალებული, გაპლასტმასებული და სულ იქნება გაპრიალებული. ისე ზოგადად ვიცახი, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას თავის გაპრიალებულ და გალამაზებულ ცხოვრებაში, მაგრამ შენ მაყურებლის როლში რატო უნდა იყოს შენი ცხოვრება სად არის? არა, რას ვამბობ? პირადად შენი დრო რაში ხარ? გეგონება შენ არასწორად ცხოვრობ და აი ცოტა იწვევს ანუ ხო აი ეს არის მაგიტომაც არის მე აგრესია როცა ურჩევ ადამიანს რომ თავს მოუარე ხო იმიტომ რომ იცის რომ აი იმ გაპრიალებულ ხარჯს ვერ მიაღწევს და ჯობია რომ ისევ კომფორტის ზონაში დაჩაგრული, დათრგუნული, ხელჩაქნეული იყოს. არ არის ესე. ყველა თავისი მისია აქვს. ორი ერთნაირი თითის ანაბეჭდი არ არსებობს სამხელა სამყაროში ადამიანების. რამხელა მისია აქვს თითოეულ ადამიანს. რამდენად გამორჩეულია თითოეული ადამიანი. რამხელა მნიშვნელობა აქვს, განუმეორებელია თითოეული ადამიანი. ამას თუ არ გააცნობიერებს ადამიანი, რომ არის ერთადერთი და განუმეორებელი, როგორიც არის და ამას ფასს არ დაადებს და არ გამოიყენებს, გამოწურავს ბოლო წვეთამდე თავის ცხოვრებას, იმ ენერგიას, დროს, მნიშვნელობას, რომელიც მას მიეცა, რა თქმა უნდა, ფუჭად გაივლის მისი ცხოვრება. მე რა პასუხს აძლევ ღმერთს? რისთვის მოხვედი? რისთვის იცხოვრე? რისთვის იცოცხლე? აზრი? მოდი მაშინ ესეც ვთქვათ, ადამიანი როგორც წესი ბლოკავს ხო ესეთ ფიქრებს ხოლმე მაგ ხო, იმიტომ კომფორტულია. კი, კომფორტულია და გაუგრძნობს. ზოგი ამბობს, რომ მე რა ვიცი იქ რა დამხდება, როგორ იქნება, მე აქ ვცხოვრობ და ეხლა მინდა ვიყო ისე როგორც ვარ, ხო? ეხლა მოვიდა ზუსტად ის დრო, ის ჯანჯღარის პერიოდი, როგორი მსოფლიო კატაკლიზმების ხო? სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შეჯანჯღარების პერიოდი გლობალურად რა ხდება სამყაროში. თითოეული ადამიანი უნდა დაფიქრდეს, ჩაღრმავდეს და აზრზე მოვიდეს. გაიაზროს ყველაფერი.
ეს ბავშვი ვინც დადის და სწავლობს ცეკვას. ამავდროულად აი ფასეულობის მატარებელიც ხდება, ხო? იცი რა, სხვათა შორის მშობლებიც მეუბნებიან, რომლებიც სულს ხედან ჩემ რეპეტიციაზე, მე არ მაქვს დახურული რეპეტიციები. 35 წელია პედაგოგი ვარ და სულ მშობლები მისხედან, ვისაც სურვილი აქვს და მშობლებიც მეუბნებიან, რომ თია სხვათა შორის ჩვენს ბევრ რამეს ვწავლობთ და ვიგებთ, ეს ცოტა ხმამაღალი გამომივიდა ეხლა და ხიბლში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ციტირებას ვაკეთებ ჩემ მშობლების ნათქვამის, იმიტომ რომ მე ვციტირებ დიდ ადამიანებს, დიდ ნინო რამიშვილს, დიდ ილიკო სუხიშვილს, დიდ თენგის სუხიშვილს, დიდ ილიკო უნცროს სუხიშვილს, დიდ ნინო სუხიშვილს, ეს დიდ ჭაბუკიანს, რომელიც ჩემი პედაგოგი იყო, დიდ ზარეცკის, რომელიც ჩემი პედაგოგი იყო, დიდ სტუპინას, დიდ ზოია გოგილავას, ეს ადამიანები, ბუმბერაზე ადამიანები მე-20 საუკუნის არიან ჩემში. და მე ვთვლი, რომ არ მაქვს უფლება ამ ადამიანების დიდი სიყვარულის, ენერგიის და სიბრძნის კუბოში წაღების და ამიტომ ვუზიარებ ამას ყველაფერს შემოსწავლეებს და იმათაც ბებიებს, ბაბუებს ვინც მოყვებიან ბავშვებს. იმიტომ რომ მე არაფერი დასამალი არ მაქვს, ყოველთვის ღია ვარ ბავშვებთან, იმიტომ რომ ბავშვებს თუ მოატყუებ, იქვე დამთავრებულია შენი ამბავი. უფროსებს რამდენსაც კიდე მოატყუებ, იმიტომ რომ მიჩვეულები ვართ თავის მოტყუებას და ტყუილსაც ძალიან ისეთი მიჩვეულები ვართ, ჩვეულებრივად ვიღებთ ამ ამბავს, მაგრამ პატარას ვერ მოატყუებ, ბავშვს ვერ მოატყუებ, იმიტომ რომ არის სუფთაი ანკარა წყალივით და როცა ხედავს ბავშვი რომ მე ესე ვიხარჯები და ესეთი გულწრფელი და ლაღი ვარ, ბებია მისი სტოლა, ხო? ჩემ ხელები ბებიები ყავთ ჩემ მოსწავლეებს, ხო? ისინიც რაღაცნაირად თვლიან, რომ არა აქვთ უფლება მოდუნდნენ, მოიფლაშონ, რაღაცნაირად არ დამიჯერონ, საკუთარ თავს მობილიზაცია არ გაუკეთონ და თემასწავლებელი თუ ესე იხარჯება, იმის ნახევარი მაინც უნდა დაიხარჯონ და ეს დისციპლინა მე ჩვევაში გადადის. და ჩვევა, კარგი ჩვევები ძალიან მაგარია. ისევე როგორც ძალიან ცუდი ჩვევები. კი, ჩვენ ყოფიერებას, ჩვენ ჩვევები განაპირობებს. ჩვევა ხარ შენ ბოლოს. ეგ არის ნამდვილად. შენი ჩვევები ხარ შენ. მამადაშვილის რასაც მიირთმევის ხარ შენ. კი. ამიტომ დიდი მადლობა დღევანდელი მასპინძლობისთვის, იმიტომ რომ აი ყველაფერი ძალიან მომწონს, მიყვარს და გაიხარე პატარა მიჭირო ადამიანო და გაიხარე შენ რო გვეჭუდი ხარ მომავალ თავს. ძალიან ვისიამოვნე ჩვენი კომუნიკაციით და მართლა ვინ წარმოიდგენს, რომ თან ბებია, თან 4 შვილის დედა, ამხელა ენერგიის პატრონი ადამიანი, აი ძალიან. არ ვამძიმებ არაფერს, აი. იცი რა, მომცა ღმერთმა გავაჩინე. ზუსტად ვიცი, რომ ღმერთივე დამეხმარება მათ გაზდაში. ზუსტად ვიცი, რომ ღმერთი დამეხმარება. აი, როცა მიენდობი ღმერთს, ყველაფერი იოლია. მაგრამ როცა მეზე ხარ დაკიდებული, მე, აი ეს მე არის დამანგრეველი. იმიტომ რომ მე არის და ფსიქოლოგიაში კიდე ესეთი არის ტვინი, ჩვენი ტვინი არის როგორც ამტკიცებს იმას, რასაც ამბობ. შენ თუ იტყვი, რომ რთულია ცხოვრება, ტვინი გეტყვის, რა თქმა უნდა, ცხოვრება რთულია. თუ იტყვი, რომ ღმერთი მომცემს, ის გეტყვის, ღმერთი აუცილებლად მოგცემს და შანსს და საშუალებას გაჩვენებს. ანუ ჩვენი ტვინი ეძებს იმას, რასაც ჩვენ მას ვეუბნებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხახო არ არის ეს ისეთი, რომ იტყვით, ვაი მე იქნებ ეგრე არ მუშაობს, ეს მუშაობს. 100-100 ჯერ ვარ დარწმუნებული ამაში, რომ ეს მუშაობს ყოველთვის. აი იცი რა მუშაობს ყველაზე მაგრა? გიჭირს ხო? და შუქს ვერ ხედავ მომავალში. იყავნება შენი, მორჩა. აი თითქოს მთელი შენი სიმძიმე, მოვალეობა, პასუხისმგებლობა მიანდე ღმერთს და შვებით ამოისუნ. და კიდე მე დავამატებ ერთ პატარა სიტყვას, ეს ერთი ფილოსოფოსის ნათქვამია, მორწმუნე იყო ის კაცი და ძალიან კარგად თქვა, შენ რო ღმერთს მიენდობიო, შენ აუცილებლად კიდე ნაბიჯების გადადგმაც უნდა დაიწყო. რაღაც ელემენტარულის, აი იმ ნაბიჯებში გამოჩნდება აუცილებლად. უმოქმედოდ არ უნდა ელოდებოდ, რა ის უმოქმედობა არ არის გამართლება, ხო ესეა. უმოქმედობა არის საზოწარკვეთილება და საზოწარკვეთილება არის ყველაზე დიდი ცოდვა. ზუსტად. ესე იგი მე არ ვარ შენთან, ღმერთი გეკითხება, ხვდები? ესე იგი შენ ჩემი არ გჯერა. როგორ შეიძლება მე შენთან ვიყო და შენ იყო სასოწარკვეთილი? ნუცას კითხვები დავივიწყე, ხო ისე უსმენს რომ საერთოდ. ნუციკო მაპატი არ გაცადე ლაპარაკი. არა, პირველია პირიქით ისე გემრიელად გისმენდა რომ გისდები. გისეთი გაბწყინებული დედას ჩიტო.
თქვენი თავი და მაგიტომ ესე იგი, კითხვა შემდეგი ასეთი არის, თქვენი თავის მოვლის რაიმე ხრიკები რომ გაგვიზიაროთ, იმიტომ რომ ჩემთვის ყველას დაინტერესებს, როგორ არის ამასაკში ესეთი კარგი გარეგნობის და ესე კარგად გამოიყურების ნამდვილად. ამიტომ გვაინტერესებს რაიმე ხრიკებს თუ მიმართავთ, რაიმე ვიტამინებს თუ იღებთ, კრემები, არ ვიცი, აი, რას გინდათ ის გაგვიზიარეთ. არ მინდა ტყუილი რო გითხრათ, დიდად არაფერი განსხვავებული, უბრალოდ მე რაც დრო გადის, სულ მახსენდება ბებიაჩემის რჩევები. არაჩვეულებრივი რჩევები ქონდა, აი მაგალითად, კვერცხის ნაჭუჭს აგროვებდა. კვერცხს რო ტეხდა ვთქვათ და აგროვებდა რაღაცა რაოდენობას, მე ამ კვერცხის ნაჭუჭს ყრიდა წყალში 2 საათი ხარშავდა. მე აშრობდა ჭრდილში, მე ფქვავდა საფქვავში და აი ეს ფხვნილი თუ გინდა გოგრის სალატზე, თუ გინდა ლობიოში, ბორში, თუ როგორ არის ნებისმიერ, აი ძვალი ფრჩხილი თმა, მხედველობა. აი ეს ფხვნილი დღეში ერთი სუფრის კოვზი რო სადმე რამეზე მოაყარო და მიიღო სუფთა კალცია, რომელიც პირდაპირ იქმედის სადაც საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ რას ვყიდულობთ აფთიაქებში და რამდენად შეითვისება ორგანიზმი, ცეცხლის ფასი ღირს და არავინ არ იცის, ხო? მერე ძმრის გადავლება თმაზე. დედა ყოველთვის მაულებდა ხოლმე. რაის ბალზამი და რისი თმის ნიღბები. ძმრის გადავლება. ერთ-ერთზე წყალში გააზავე, გინდა ვაშლის ძმარი, გინდა ღვინის ყურძნის ძმარი. გააზავე და რო დაიბან თავს, გადაივლე და დაიტოვე. სასწაული, ბზინვარება, საოცრება. სელის ნიღბების სახეზე. სელი ერთი სუფრის კოვზი წყალთან, ერთ ჭიქა წყალთან 10 წუთიც არა ადუღე, მერე გადაწურე და აი ესეთი ბლანტი ჟელატინით არის, წაისვი და მერე შედი მიიღე აბაზანა, გამოდი არაჩვეულებრივი საშუალება. ვაუ, ეს ინტერესოა. და ლიმნიანი თაფლი ჩიას მარცვლებით, სელი დაფქვილი და თაფლი. ამას ვსვავთ. დილით. ძალიან სასარგე, მართლა ძალიან სასარგე. თუ რა მაკლია, აი მთელი მენდელეევის ტაბულა შიგნით, თუ რა მაკლია ორგანიზმს ესე ღრუბელივით იწოვს. ანუ მდუღარე წყალში ერთი ჩაის კოვზი სელის მარცვალი, დაფქვილი სელის დაფქვილი. ჩიას მარცვალი შეგიძლია არ დაფქვა, მაგრამ თუ დაფქვა, მოკლედ მე ვქავ ხოლმე ჩიას სელს და თაფლი და ლიმონი და ჯინჯერი. აი ეს რო დალიო დღეში ერთხელ იმუნიტეტისთვისაც კარგი იქნება. ყველაფრისთვის არაჩვეულებრივი, აი ყველაფრისთვის. კაი რამე იქნება. ხო, დუშის მიღების მერე თუ შეძლებთ რომ ცივი გადაივლოთ, არაჩვეულებრივი და მარილი. ჩვეულებრივი მარილი აბაზანა. რო დაიბან, თავში შეზელით ესე მასაჟები, მერე სხეულზე ცოტა წვახს და მერე გრილი წყლის გადავლებით გამოდი. მარილი ძალიან კაი მეციხე, ოქსინები გამოაქვს. ჩვეულებრივი მარილი. ჩვეულებრივი სუფრის მარილი. მეცაც გეტყვი, ენერგეტიკულ დაბინძურებასაც კი იღებს მარილი, რა უცნაურია, ხო? ფსიქოლოგიურ ამბავში მე ვერ ვერკვევი, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგია მაგ მხრივაც. ამიტომ რა მინდა ვუთხრა თქვენ საყვარელ მაყურებლებს, რომ არ არის ფულზე, ნამდვილად არ არის სახსრებზე, იმდენად მიბმული ეს ჩვენი ამბავი ვიდრე პირიქით. ახლა კვერცხის ნაჭუჭის გადაგდებას შეინახო, გამოხარშო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბაცილაა კვერცხში, მერე დაფქვა და საჭმელში ბავშვსაც ჩაუყარო ისე რომ ვერც ხვდება რას ჭამს იგივე წვნიანებში და ისე მიიღოს ვიდრე წახვიდი აფთიაქში ცეცხლის ფასი მისცე. იგივე მარილის ვანები ჩვეულებრივად ხო? აბაზანაში ჩააწვინო ბავშვი მარილი ჩაყარო და იჭყუნპალაოს შიგნით და მთელი შხამი გამოაქვს ორგანიზმიდან. იგივე ძმარი დაგიზმარდება ღვინო, არ გადაასხა. მიიღე ერთი კოვზი წყალში გააზავე, დალიე მიკროფლორისთვის აუცილებელია. უბრალოდ თავარია სურვილი და мотиваცია კონდეს ადამიანს, რომ
დიდხანს არ გეტკინოს რამე და არ დაეკინო მე შენ შვილებს მოსავლელად. უბრალოდ ამითაც გაუფრთხილდეთ ჩვენ შვილებს, რომ მათი მოსავლელები არ გახვდეთ და სანამ შეგვიძლია მაქსიმალურად ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ, იმიტომ რომ მერეც ეყოფათ უჩვენოთ ცხოვრება და ამ რთული ცხოვრების ჭაპანის ზიდვა და მოუაროთ თავს, რომ მოუაროთ ჩვენ შვილებს და მოუაროთ თავს, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები აფთიაქებზე, ექიმებზე და იმ სისტემაზე, რომელიც გვითრევს თავის მარწუხებში. ზუსტად ჩვენი გადაცემაც არის, რომ ჯანსაღად და გემრიელად ვიგვებოთ ბიუჯეტურ ფასად, იმიტომ რომ ჩვენ პირიქით მაგაზებს საუბრობთ ხოლმე ყოველთვის, როგორ მინიმალური ხარჯით გავაკეთოთ რაღაცები და ეს ძალიან კარგი რჩევები იყო ახლა და ჩვენ ვიმყოფებით გრილის და მელოდიის სახლში. ძალიან ლამაზი სივრცეა და ალბათ დააკვირდით, რომ ბევრი სივრცე არის, აქ ძალიან სხვადასხვა იქ ვერანდა, ორი ვერანდა, აზიური ნაწილი, ეს დარბაზია და აქ ძალიან გემოვნებიანი კონცერტები იმართება ხოლმე და იქნება ახლა 21-ში მზიური საღამო, მზიურელები და ჩვენი ისეთი ხო ბავშვობის მუსიკას მოისმენს ხალხი და ამიტომ ძალიან სწრაფად ივსება ხოლმე ადგილები და დარეკვა არის საჭირო ვისაც ჯავშნის გაკეთება უნდათ და სამზარეულო არის ძალიან კარგი, ბევრი დიდი არჩევანია და მინდა რომ ვაუჩერი გადმოგცე და შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად შეგიძლია ეწვი ამ შვენიერ ადგილს. როდის? როცა გინდა. და გავიხსენებ ბედნიერ ბავშვობას. სხეულის მოვლა და ორგანიზმის მოვლა პირდაპირ პროპორციულად არის ჩვენს მენტალურ და ფსიქიურ მდგომარეობასთან საკუთარი თავის ხო, ამიტომ მეტი მუსიკა, მეტი მეგობრებთან ურთიერთობა, დღეში 9-ჯერ სულ რო გამვლელი იყოს ეცი და ჩაეხუტე. ჩახუტება აუცილებელი ყოფილა. დღეში რამოდენიმეჯერ აი ეს პირდაპირი ენერგიის გაზიარება. ჩვენ თუ ეხლა ფსიქიურად დავცურდით, აღარც ჩვენი ლამაზი სახის კანი და სხეული გვიშველის და არაფერი. ისე რომ გავუფრთხილდეთ ჩვენ ფსიქიკას პირველ რიგში. უსმინოთ იმ მუსიკას, უყუროთ იმ ხალხს, ვინც გვიყვარს და გვსიამოვნებს. მივიღოთ საჭმელიც კი იმ ადამიანებთან ერთად, ვინც გვიყვარს, ხო შემთხვევაში არ შეგვიგება. ძალიან მნიშვნელოვანია. და ძალიან დადებითი აურა დაგვიტოვა. მადლობა დიდი. მადლობა საჩუქარი. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია მეტრომარტი, ეს არის მულტიბრენდული, მსხვილი და წვრილი ტექნიკის ჰიპერმარკეტი. სადაც შეგიძლიათ შეერჩიოთ. ჩვენ როდის უნდა წავიდეთ, ნინა? ჩვენ უნდა წავიდეთ კვირას ასევე. კი, უნდა წავიდეთ ჩვენც და დაგათვალიერებინებთ ადგილიდან, თუ რეებს შევარჩევთ. და შეგიძლიათ გამოიძახოთ მთელ საქართველოში, არის მიტანის სერვისი, ან მიხვიდეთ მისამართზე და შეარჩიოთ ადგილზე ძალიან კარგი ფასად ის ტექნიკა, რომელიც გჭირდებათ. ახლა კიდე გემშვიდობებით, მომდევნო ხუთშაბათამდე. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ გოგოებო. მადლობა.